გამარჯობა. დღეს ხონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საოცრად გამორჩეულ სოფელ ღვედს ვესტუმრე. ეს ის სოფელია, სადაც ღვედის შეკვრა არავის არ ავიწყდება. სოფელი ღვედი მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მთის კალთებზეა შეფენილი. სოფელში დღეს ძირითადად მაცხოვრებელი სულ რაღაც რამოდენიმე ათეული ადამიანია. სოფლის ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობა, მესაქონლეობა და მეხილეობა. სოფლის ცენტრში შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დგას, რომელსაც დღეს მეტნაკლებად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი მდგომარეობა. ეს ციხე-კოშკი დამხტური იყო მტრის, რომელიც ლეჩხუმში მიემართებოდა იმერეთიდან. სოფელი ღვედი ასევე გამორჩეულია უნიკალური ქვის საუკუნოვანი ყორეებით. სოფელში სახლების უმრავლესობა ქვის ყორით არის შემოსაზღვრული, რაც ნათლად ჩანს, როდესაც სოფელში შემოხვალთ. სოფლის ორ ღობეს როდესაც ჩავუყვებით, შთაბეჭდილება გვექნება. თითქოს ძველ დროში მოგზაურობთ. ისე ამაყად დგას სოფლის ცენტრში შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე და ეს ხავსმოკიდებული ლოდები. ხავსმოკიდებული ლოდები თავისთავად სოფლის ისტორიას ყვება. ძალიან მინდოდა ვინმე შემხედროდა და მცირე ისტორია მოეყოლა სოფელზე. სამწუხაროდ ვერავის ვერ შევხვდი. სოფლის ცენტრში სკოლა დგას, სადაც ერთი მოსწავლე სწავლობს. სახლების უმრავლესობა მიტოვებულია, დაკეტილია, პატრონის მოლოდინშია. მიტოვებულ სახლებში კერია ძირითადად ზაფხულში ღვივდება, ისიც რამოდენიმე დღით. ცივ შემოდგომას სახლის კერია კვლავ ცივდება და მოლოდინშია გაზაფხულის, რომ მისი ფლობელი კვლავ აგიზგიზებს ბუხარს. თუმცა ეს იმედი და ეს მოლოდინი ნელ-ნელა ქრება. სოფელ ღვედს ისე აქტიურად აღარ სტუმრობენ, როგორც გასულ წლებში. მართლაც რომ ლამაზია იმერეთის მთები, ქედები, მინდვრები, მაგრამ მათ ბუნებრივ სილამაზეს ჩრდილავს დიდი ტკივილი, როცა დაცარიელებულ სოფლებს გაივლი. მიტოვებული სახლებს ჯერ კიდევ ეტყობა, რომ უდიდესი სიყვარულით არის ნაგები. რატომ მიატოვეს ეს ულამაზესი ადგილი, რატომ დატოვეს თავიანთი სახლები? კითხვაზე პასუხი არც რთული და არც მარტივია. ცუდია, სადაც არის მის ქალვაშთა ტრიფიალის ხმა, ბავშვების ჟირამული და იქვე მხოლოდ სიჩუმეა, გულის მომკვლელი სიჩუმე.